ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ენდელაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში შელაპარაკებით დასრულდა. სასამართლო პროცესის შემდეგ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ბრალდებულ მხარეს შორის შელაპარაკება მოხდა. ბესო ენდელაძის მშობლებმა და ახლობლებმა საქმის 276 მუხლის წარმოება გააპროტესტეს და განმარტეს, რომ ადგილი არა ავტოავარიას, არამედ განზრახ მკვლელობას ჰქონდა. ენდელაძეების ოჯახი ირწმუნება, რომ საქმის არაობიექტურად წარმოების შესახებ მათ ადამიანის უფლება და დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წერილობითაც მიმართეს და გამოძიების ხელახალი ჩატარება მოითხოვეს. კომიტეტის თავმჯდომარე მეკა ბესელიამ კი მოთხოვნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ენდელაძეები პასუხს მთავარი პროკურატურიდან ელოდებიან. ბესო ენდელაძის საქმესთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა არ წაუკითხავს. პროცესზე არც ბრალდების მხარეს მიერ მოყვანილი მოწმეები დაკითხულან. მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო. მოსამართლე მარიკა პარუნაშვილი საქმის არსებით განხილვაზე გადავიდა და პროკურორმა შესავალი სიტყვა წაიკითხა. კახა ლეკიშვილმა პროცესზე განმარტა, რომ ბრალდებული ავტომანქანას მთვრალ მდგომარეობაში მართავდა, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა. თუმცა პროცესზე ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობდა. განმარტა, რომ ავტოავარიის დროს ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს ნოდა რაკოფაშვილმა შესავალი სიტყვის წარმოთქმაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ამისთვის მოუმზადებელი იყო. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი იძულებული გახდა, რომ პროცესი გადაედო და მომავალი სხდომა 23 სექტემბერს 10 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი 23 წლის ბესო ენდელაძე 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში სისხლის გუბეში ნახეს. იგი კომატოზურ მდგომარეობაში 47 დღე იმყოფებოდა. საქმის ძიება ამ დრომდე 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას მთვრალ მდგომარეობაში გულისხმობს.